რაც შეეხება ტრინს და ბისექსტილს. ორივე კონფიგურაცია არის მარტივი, შედარებით უფრო დადებითი კონფიგურაციები არის 1 გრამი ნეგატივის გარეშე. შესაბამისად, ითვლება, რომ ესენი არის ძალიან კარგი კონფიგურაციები და ძალიან ამარტივებენ ადამიანის ცხოვრებას, იძლევიან შესაძლებლობებს. თუმცა, აქ არის ერთი მომენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ნეგატიური ასპექტები იძლევიან ენერგიას და იძლევიან ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, სტიმულს განვითარების მხრივ. როდესაც ადამიანს აქვს დადებითი კონფიგურაციები, არ არის ენერგია. ანუ არის შესაძლებლობები, არის უნარები, ადამიანს აქვს კონკრეტული შანსები ცხოვრებაში, აქვს კარგი თვისებები, ანუ პოტენციალი აქვს, მაგრამ წინსვლისთვის აკლია ენერგია, წინსვლისთვის აკლია, ესე ვთქვათ, ამბიციები. შესაბამისად, იმის გამო რომ სირთულეები არ არის ამ კონკრეტულ კონფიგურაციებში, ესეთ ადამიანს აქვს სიზარმაცე, ანუ ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირად არ აქვს мотивация რაღაც უფრო გააუმჯობესოს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ იძლევა სირთულეს კონკრეტული კონფიგურაცია. შესაბამისად, ყველაფერი ამ ადამიანს მოსწონს, რაც აქვს. ამიტომ თუ რუკაში არ არის ნეგატიური კონფიგურაციები და არის მხოლოდ ბისექსტილები, არის მხოლოდ დიდი ტრინი, ესეთ შემთხვევაში ადამიანი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. არაფრის შეცვლა არ უნდა. თუ უნდა რაიმეს შეცვლა, უნდა უნიშნულოდ რაიმეს შეცვლა. არაფერი გლობალური, არანაირი ამბიციები რადიკალური ამ ადამიანის ცხოვრებაში არ აქვს. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ძალიან დიდი შესაძლებლობებით და სამწუხაროდ ესეთი ადამიანი იქნება უსაშველოდ ზარმაცი და რეალიზაცია მისთვის, მის ცხოვრებაში იქნება ნაკლებად პრიორიტეტული, ანუ შესაძლებლობები მაღალი აქვს, მაგრამ მონდომება არ იქნება იმდენი. ამიტომაც ეს არის ერთადერთი, ესე ვთქვათ, მინუსი კონკრეტული ამ პრობლემების. ბისექსტილი შედარებით უფრო მარტივია ამ მხრივ, რომ ბისექსტილი იძლევა იღბალს გარემოდან, ანუ ამ ადამიანს უმართლებს ცხოვრებაში. და ტრინის შემთხვევაში ეს არის ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობები ადამიანის ცხოვრებაში, ანუ უნარები თვითონ ადამიანის, რომელსაც ეს ადამიანი შეიძლება არ იყენებდეს, თუ რუკაში არ არის ნეგატიური ასპექტები. თუ რუკაში არის დადებითი კონფიგურაციებიც, ანუ ტრინი, ბისექსტილი და არის იგივენაირად ნეგატიური კონფიგურაციების, მაგალითად ტაუკვადრატი, ესეთ შემთხვევაში არის იდეალური სიტუაცია, იმიტომ რომ არის დადებითი კონფიგურაციები, ანუ არის შესაძლებლობების და იგივენაირად არის პრობლემა, რომელიც ეს პრობლემა, ესე ვთქვათ, უბიძგებს ადამიანს, აი ეს სირთულე, მაგალითად ტაუკვადრატის, უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ გამოიყენოს ეს კონკრეტული ბისექსტილის ან თუნდაც დიდი ტრინის შესაძლებლობები. ანუ ენერგიაც არის და შესაძლებლობებიც არის, რაც ესე ვთქვათ, დააბალანსებს უკვე სიტუაციას. ამიტომ დახედეთ რუკაში, ნახეთ, ვის რა კონფიგურაციები გაქვთ და რამდენად იყენებთ, ესე ვთქვათ, თქვენს დადებით კონფიგურაციებს ცხოვრებაში.